მოგესალმებით, ეთერშია ჩვენი გადაცემა წამოსანახავად და არ ვიცი რატომ, მაგრამ დღევანდელი გადაცემიდან რაღაც დიდებულს და გრანდიოზულს ველი, იმიტომ რომ ძვირფასი სტუმრები შემოგვიერთდნენ სტუდიაში. რეალურად სტუმარი 3 გვყავს, უბრალოდ მესამეს თავი აქვს ჩახრილი, მაგრამ ის ღირსეულად გიტარას გულისხმობდი და ის ღირსეულად გადაცემის ფინალს დააგვირგვინებს, ხო, იცდის და მანამდე წარმოვადგინოთ უძვირფასესი ადამიანები, მუსიკოსები, მომღერლები, მეუღლეები, ჩვენი მეგობრები და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანები. გელა დონაძე და ანუკიც ქვიტინიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა. რომ პირიქით მადლობა რომ თქვენი სტუმრები ვართ. მადლობა და თანხმდებით იმაზე რომ საუბრობთ მხოლოდ მოგზაურობაზე და არაფერი მოგზაურობის გარდა და თანხმდებით იმაზე რომ ხართ დაუნდობლები ერთმანეთის შეფასებებში თუ გულწრფელ მონაპოლში და თავგადასავლებში. შევთანხმდით? შევთანხმდით ეს არ ვინდობ ვიხსენებ ყველა დეტალი. საერთოდ როგორ დაიწყო თქვენი პირველი ერთობლივი მოგზაურობა? საქორწინო მოგზაურობა იყო თუ საქმიანი და ამით დაიწყო ჩვენი სიყვარული. მოგზაურობით დაიწყო. მოგზაურობა განაპირობა. აი გითხარი მაშინ მოგვიყევი ანუკი. მე უცებ მოკლედ ვიტყვი რომ იყო გასტროლი და ბასიანს ჰქონდა გასტროლი, სადაც გელა სოლისტია, ერთ-ერთი სოლისტია და მე ვიყავი საორგანიზაციო ჯგუფში, ეს იყო ლიტვაში, ხო, თორცდები. და აი უკვე სცენაზე ჩოხაში გამოწყობილი ჩაკრულოს შესრულების დროს რო დავინახე, მივხვდი რომ რაღაცა გამორჩეული ადამიანია და ასე დაიწყო გასტროლზე. იქაც ხარი ჩამოუგმანდა ღაწვზე. და ანსამბლიდან გელა იყო საკონტაქტო პირი, ვისაც რაღაც ამ საორგანიზაციო საკითხებში ვეკონტაქტებოდი და იმანაც რაღაცნაირად დამეკონტაქტა ძალიან საინტერესო. და გელა როცა მღეროდი ხმალუხებს სურეთს ნაჭედო, იქ გრძნობდი დარბაზიდან კურცხალი რომ მოდიოდა. როდესაც მაგს მიმართულებაში ვარ და როდესაც ხალხურ მრავალხმიანობას ვასრულებ და მით უმეტეს ჩაკრულოს, ჩემი სივრცე მაქვს ხოლმე. მან არავისთან არ ვარ კომუნიკაციაში ვარ, აი სადღაც ვარ ლეწავთ რაღაც ვიბრძვით, სადღაც კოსმოსში გავდივართ. ამიტომ ეს ჩვენი ჩემი სივრცე მაქვს, მაგრამ რო დასრულდა მე შემდგომი იყო ვახშამის გაგზელება იყო და ანუკა რა თქმა უნდა როიალს მიუჭდა და იქ უკვე შენ ჩამოგივარდა კურცხალი. ხო, იქ უკვე ერთი აკორდი რო აიღო, მეორე აკორდი აიღო და იქ მეორე ხმის საჭიროებაც გახდა რაღაც სიმღერა ვთქვით და იქ გამაშეშა მოკლედ რა და ანუ მოგზაურობამ შეგვახვედა. მოგზაურობა. ეს იყო ლიტვაში. ეს იყო ლიტვაში. შემოვიდეს ახლა მუსიკა რა კარგი. კი ბატონო, ზუსტად ეგრე რამდენი წლის წინ იყო ეს ამბავი? 2008-ში. ხო? 7-ში, ხო, გასულად. 18 წელი უკვე. თითქმის 18 წელი. ამ 18 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თავგადასავალი დაგროვდა და როგორც ურთიერთობა იცვლება, აი შეყვარებულობა ხო სხვა არის, მე ცოლქმრობა, მე უკვე ბავშვებით, ხო? აი ეს თქვენი სამოგზაურო ურთიერთობაც სხვადასხვანაირია, ანუ შეყვარებულობაში რომ მიდიხარ ის სხვა არის, ოჯახით რომ მიდიხარ, მე უკვე ის სხვა არის. ჩვენი ხო შეყვარებულობა იცვლის ხო მართლა ის მომწერა ტელეფონზე რომ არ დაგავიწყდეს რომ მე შენ შეყვარებულია. რა კარგი მესიჯი. შეყვარებულობის პერიოდში კიდე უფრო პატისე ხარ. პატარა ბავშვით ხარ რა ასე. ანუ გაშინაურებულად არ ხარ მაინც და მაინც. ამოწონს ეს და ამიტომ შეყვარებული და მე ჩემო შეყვარებულო გუშინას დაურეკე ჩემო შეყვარებულო. ანუ მოგზაურობა მართლა ბატონი მიყურებს და თქვენ ორი შვილი ხართ და შეყვარებული. ძოლიანი კაცი მზადებით. თქვენ ჩემი უღლის ველაპარაკები აი განახებთ. ასე რომ შეყვარებულობა რა თქმა უნდა იყო რაღაცა და ვითარდება სხვადასხვანაირად თავიდან უფრო სხვანაირად ხარ ადამიანს ბოლომდე ეცნობი, ხო? პირველ საქორწინო მოგზაურობა კიდე სხვა არის და ეგრეთ წოდებული გასტროლი. მაგრამ მე კიდევ რაღაცა გარდაქმნა ხდება და უფრო ახლოვდები და მე საერთოდ აი ბოლომდე რომ ერთმანეთის გესმით უსიტყვოდ თვალში რო ჩახედავ და ერთმანეთის სიხარული და ბედნიერება და მე უკვე მე მგონი კიდე სხვა პლანეტაზე გადავედით ამ. და სულ ეს მოგზაურობა ნამდვილად სულ გვახლავს, იმიტომ რომ ქორწილიც არ გქონდა, პერიოდი იყო რაღაცა ისეთი, რომ მე ჩართულიყავი ფესტივალში, გელას რაღაცა თავისი გასტროლების საქმე ჰქონდა და თქვით რომ მოდი გვირჩევნია წავიდეთ მოგზაურობაში, ანუ ორივეს ვერ ვახერხებთ. 60 კაცი შეიკრიბა. ხო, რაღაცა ძალიან მოკლე ვიწრო წრეში და გავფრინდით. ამსტერდამში მე მქონდა კონცერტგებაუს დარბაზში ამსტერდამში, საკონცერტო დარბაზში და ასეთერთა და მივაბით საქორწინო მოგზაურობა. დავრჩით მოკლედ ჰოლანდიაში და ესეთი პირველი მოგზაურობა ქონდა საქორწინო მაგ ამბავში და საერთოდ
მოგზაურობა არის ის შესაძლებლობა, როცა ნამდვილად ერთმანეთთან ჩებით მარტო და 24 საათი ესე ვთქვათ ვართ ერთად და აი რო გაებუტო სად უნდა წავიდე. თან მიდიხარ. ისე მაქსიმუმ იქვე კაფეში. ისე არ ვიბულა. ამბობენ რომ აი მეგობრობაზე სხვა ამბობენ და ზოგადად ადამიანის გაცნობა თუ გინდა უნდა იმოგზაურო. აი ერთმანეთში ისეთი თვისებები აღმოაჩინეთ მოგზაურობის დროს, რასაც თბილისში მაგალითად ვერ აღმოაჩენდით. უფრო დადებითი რეალურად, იმიტომ რომ მე უფრო მეტად მზრუნველი ვიყავით ორივე ერთმანეთზე. არაფერი არ უნდა თავისთვის, მე დავდივარ ამის საყიდლებზე, ყველაფერზე ძალით დავდივარ, გამყალა. ძალით, კაცი შოპინგობდეს და ხალის სახში დავზდე, მეთქი ჩემთვის დრო ხო აღარ მრჩება, დავზდე, აი ეს და არა და როგორ არა და მე ჩამოდიარ და კიდევ კარგი რომ აი ეს შენ აღარ დავიღარ. ხუჭური, თუ რა ქვია, ასე ძაც, თუ აღარ შემიძლია. სტილისტი ვარ, აპლიკაცია. მერცო ჩემ. აქ მქონდა რაღაც კითხვები მომზადებული, მაგრამ ნელ-ნელა მე მგონი რაღაცების პასუხი ეცემა და ამიტომ დავიწყებ შოპინგზე და არა და პირიქით მეწერა შოპინგი, ქმარი და მოლოდინი. აი ესე მეწერა. ეს შემთხვევაში არის პირიქით. არა, ერთად დავდივართ აუცილებლად, მაგრამ მე რატომღაც სულ მაქვს რაღაცა. გადავიყვე პროცესი. არა, სიარული არ მეზარება, რა თქმა უნდა და პირიქით ძალიან მიყვარს. გამისვით კითხოს. ხა იქნება რა ვანო კეთავამთავროთ ეგაზრი შოპინგზე. არა, მიყვარს ძალიან, მაგრამ მომწონს, როცა სხვებისთვის რა, მისთვის, ბავშვებისთვის, მეგობრ რაღაცას ვარჩევ. ჩემთვის სულ რაღაცა გონია რომ რაღაცა იმ წამს ვიცახი რომ არა ალბათ არ მინდა და გელ არის რომელიც აუცილებლად მაძალებს მირჩევს და მე აღმოჩნდება რომ ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება. და მე სხვა დანარჩენისთვის თუ დრო დარჩება დიდი სიამოვნებაა. მერეც რაღაცა იქნება. ნუ თავისთვის არასდროს არაფერი და ამიტომ ახლა შეტევაზე ვერ გადასვლა. შეკითხვა სიარულზე. ვინ არის სიარულის მოყვარული და ვინ არის წუწუნა ამ საქმეში? აბა? ვეძებ ყველგან ვეძებ სკროლს. არ ვიყვარს. სადმე თუ რამე აპლიკაცია არსებობს ევროპის, აზიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ყველგან ყველა სკროლის აპლიკაცია მაქვს და ანუ კი თუ ძალიან ბევრ შტატის მე სკროლით. ძალიან სასაცილოა. ნუ აი მართლა ძალიან დამღლელად მე რო ვითვლიდი ერთხელ მახსოვს ესპანეთში რო ვიყავით 23000 და 25000 სტეპი. ნიშნავს რა ალბათ ნუ აი დაახლოებით 1.15 კილომეტრი იარე ანუკა იცი მე გიშდები ჩემთვის ქვეყნის ქალაქის აღქმა არის ფეხით სიარული ეხა ტრანსპორტით წარმოდგა ამიტომ ნუ ყველა კუთხე და კუნჭული მინდა გავიარო ფეხით რომ შევიგრძნო რასაკვირველია გელას მომწონს ის მაგრამ ყველაზე სასტაცილო იყო და მაიმუნი საქციელი როცა დიდ სუპერმარკეტში შევედი და ხა ქუჩაში სკროლი ნუ კარგი გავიგე სუპერმარკეტში დავკარგე გელ ამერიკაში სუპერმარკეტში პროდუქტის საყიდლად ანუ და მოდის რაღაცა პატარა ესეთი პროდუქტების ეს რო ელექტრო ახალს და ხო ანუ ისეთი არის მოტოა პატარა ელექტრო ალბათ ისეთი ადამიანებისთვის ვისაც უჭერს გადადგენ და გელა მოგელა მოდის სუპერმარკეტში ანანასი და პროდუქტებს ვაღებ წვენები და ისე გამომხედა ანუ კი შემოიწევი აქაც ამით რატო ხედა ვინც ეძებს პოულობს თუ საჭიროება აი მოწოს იქნებ ჩვენმა ჰიპერმარკეტებმა შემოიღონ და ეგრეთ წოდებულმა მაღაზიებმა ელექტრომანქანები რომელიც დაждები და ივლი და ჩაალაგებ კიდას სამშენებლო მასალასაც და გინდა იმას რა ქვია საკვე პროდუქტი დაგვიანების საკითხი როგორ არის აი აეროპორტში რო გარბიხარ და თან გაგვიანდება და აბადროზე გადის ამატარებელი გადის აი მატარებელი გადის ავტობუსი გადის და ავტობუსის მაინც და მაინც ეგეთ რაღაცებში არა მაგრამ აი რაღაცას რო დავთქვათ აი მაგალითად 12-ზე გავდივართ თუ ეხლა კონცერტია, რა თქმა უნდა, კონცერტზე ხوار დავაგვიანებთ და ღონისძიებაზე, მაგრამ აი გავიდეთ 12 საათზე და ვიტყვით ხმე და ანუ კი ვარ და შეიძლება მეგობრების რესტორანთან ვიყოთ და აი 15 წუთი მაინც პლუს მინუს გელა. ანუ კი 12 დავიწყო და თურქეთში მოფრინავ და ეხლა ვიყავით დასასვენებლად ერთი კვირით და გელას მოწია გადაღებაზე ჩამოსვლა ერთი დღით უკან, ჩვენ დავჭით ოჯახი და უკან დაბრუნება. აჰა. და არ ვიცი უკვე რომელი საათი იყო რომ რეკავდი და მივხვდი რომ ეცინა
ის არ ვიცი აი როგორ მიასწრო ბოლო წუთს ერთადერთი არა მანქანა დავჭიქე და მანქანით მივარდი აეროპორტში და აეროპორტში დავცადავ მანქანა არ მახსოვს და უშველა იმან რომ ბარგი არ ქონდა ჩასაბარებელი ბარგის გარეშე მგზავრობდა ერთი დღით იყო და ამიტომ რაღაცნაირად თან მისი მეგობრები ყველა ნაცნობი ადამიანები რომლებიც დახვდნენ და ორ შუს გაფიცებ დონაძე მოდი ორ შუს გაფიც მაცხადე ეს გესმოდა ორ შუს გაფიც არა ძალიან არაპუნქტუალურია თუ მე არა ვარ გვერდი და ბრაზო ძალიან არაპუნქტუალური არ ვარ ეხა მახსოვს ერთი კიდე ტრანზიტით მოვფრინავდით ერთ-ერთი გასტროლიდან და ორჯერ დარჩა დიუტი-ფრიში შემყევია მეგობარმა მთხოვოთ მაშინ სტამბოლის აეროპორტში სხვა ისეთი არ იყო ძველს ის ათათურქის აეროპორტი და რაღაც არეულობა იყო და არ ვიცი საქართველოს რატო მოგვიდგნენ ასე გააღეს გეითი და 5 წუთში დახურეს და ჩემები რომ მიდიან ვეუბნებ რომ ჩემი ჯგუფის წევრები არიან და გამიშვით და არა ეს კარები რომ დაიხეტებოდა რა დაიხეტება გამატარა აი მოგაწვდით ეხლა ხო მაგრამ ფაქტია რომ დააგვიანა მაინც მე და ის ადამიანი გამოფრინდით ვინც მთხოვა ის კაცი გამოფრინდით სხვა რეისის მაგრამ ჩამოვედით მაგრამ ანუ კამპუსო დარჩა ორჯერ კიდე დავჭი ერთ ადგილას შვეიცარიაში რომ შემოგვიყვება ჩვენ ერთად ვიყავით და ჩვენ შეგუშალოთ რომ გელამ თავი დახარა ჩახარა სამჯერ იყო სულ მორჩა შეგუშალოთ დრო რა კაი დრო რო დამნაშავე და არა გელამ ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე რა თქმა უნდა ეგ ყოველთვის ეგრე ხდება ვინ არის მენეჯერი ანუ პასპორტები ბილეთები ბიუჯეტი მათ შორის ეს ყველაფერი აი საორგანიზაციო საკითხები რომლის ჯიბეში უფრო იდებს ბინას აღიარ ერთი წუთით მიბარებული მაქვს მას აქვს მიბარებული მაქვს მე ანუკისთვის მიბარებული მაქვს ესე იგი პასპორტების საკითხი და ბიუჯეტს რაც შეეხება ძირითადი ნაწილი ანუკის ანგარიშმა განთავსებული თანხა რომელსაც ანუკი ძალიან კარგი ეკონომისტია მართლა კარგი ქმარი სიქმარია მე გაჭირების შემთხვევაში მე ყოველთვის სადო. აჰა, ანუ კი ანაწილებ ბიუჯეტს, განრიგებს. ანაწილებს, მე ვანაწილებინებ. მე შევსრულებლად დავნიშნა. ხო, არა, ნუ მე უფრო ისე ვარ, მობილიზებული ვარ რეალურად და ამიტომ თვითონაც შვიდათ არის. ხა მე რო არ ვიყავ, ალბათ თვითონ მიხედავდა, მაგრამ რადგან იცის რომ მე ვარ, ჩავრიცხეთ, გადავრიცხეთ, გავაკეთეთ ანუ. ხო, რაღაცაერთ აი ეს საკითხები. მაგრამ ნუ ანუკას თითქოს რომელია ყველაზე უფრო ისეთი ძინარა, აი რომელსაც დილით ეზარება სასტუმროში საუზმეზე ჩასვლა, თვითმფრინავში სულ ძინავს. მე ძალიან კარგი შვიცროაზე მეღვიძე. მე მიყვარს ძალიან დილის ძილი და სულ წუწუნებ რომ რატომ არის საუზმე და მიყვარს დილის საუზმე თან ამ დროს ორივე. და სულ ადრე რატოა? ხო და სულ ადრე რატომ არის ნერვიულად? ჩემი მეუღლისთვის ძალიან კარგი მაგარი ხავა და მაგარი კრუასანი და ესე მიმირთმევია იმდენი სიხარული რადიო იმედში მე მარიკა ბაკურაძეს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს. ნამდვილად. სრუნველობით გამორჩეულია. და თვითმფრინავში გზაში რო არიგებენ ის ლაპარაკი არ არის. ხო, ჩემზე თქვი კარგი და რაღაცები არა. არა, კარგად მართლა გამორჩეული ვარ უფალოდ. მერტიჯული. თვითმფრინავში გძინავთ გრძელ გზაზე? კი. თუ ერთობით იქ აი ხა გვიწევს ორ დღეში ზუსტად. სად მიფრინავთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში. უი რა კარგია ეს. და კანადაში. გასტროლი და აი ხა ვიმზადებით ამ გრძელი გზისთვის ცოტა ისეთი ფონი მქონდა ეხა ეს დღეები ცოტა დაძაბული იყო ზოგადად და იმედია რომ შვიდობით ჩავფრინდებ პარაშუტები გოწახებული არა ყველაფერი შვიდობით ჩაივა სამაშ დარწმუნებული ვარ შვიდობა იყოს რა თქმა უნდა მივდივართ ძილი მე შემიძლია თვითმფრინავშიც და ვიცი მე მგონი ორი არც ერთი არ უჩივით ამას შვიდათ კარგად გამომძლევა რაღაცას ვაკეთებ ხოლმე თუ გვაქვს საშუალება 3 ადგილიანი როდესაც არის დასაჯდომი თავში და ბოლოში ავიღებთ ხოლმე ადგილს და შუაში თუ არავინ არ გამართლებს გაბლოკავთ და მე ანუკის დავაძინებ ხოლმე მე გავიღვიძეს მე დავიძინებ და ესე მონაცვლეობით ხო მაგრამ აი ეს ნიშნავს ზრუნვა აი მთელი იმ ქვეყნებიდან სადაც ერთობლივად ყოფილხართ რომელი იყო ყველაზე დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენთვის ნუ გაცნობა და საქორწინო გავიგეთ შემდეგ უკვე ამ წლების განმავლობაში
ხო, ბევრ ქვეყანაში ვიყავით ნამდვილად ერთად, კიდევ უფრო მეტში ცალ-ცალკე, იმიტომ რომ გელას განსაკუთრებით ძალიან საინტერესო მოგზაურობები აქვს ბასიანთან ერთად აზიის ქვეყნები, სადაც ჯერმე არ ვარ ნამყოფი. იაპონია, ჩინეთი ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ალბათ პირველი ჩემი შთაბეჭდილება. მე ნამყოფი ვიყავი ამერიკაში, მაგრამ 10 წლის ქორწინების იუბილეზე გამიკეთა სიურპრიზი, იმიტომ რომ ვიზები გქონდა უკვე და ისე დაგეგმა ეს ჩვენი ამერიკაში გამგზავრება ბასიანის გასტროლს დავამთხვიეთ, რომ მე არ ვიცოდი და იყო თან ისეთი სხვადასხვა შტატი, ბევრი საინტერესო, ანუ ძალიან მრავალფეროვანი იყო. როგორც ამბობენ, ყველა შტატი პატარა სხვადასხვა ქვეყანა არის და უნდა ნახო, რაც მეც ნახავ, მით ვითომ ქვეყანაში იმგზავრე. და ჩემთვის ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა, მაინც უფრო ნამყოფი ვიყავი, მაგრამ ესე არ მქონდა აღქმული შტატები, როგორც კარგია. მოგზაურობის. და მაშინ აზიიდან გაგვიზიარა გელა, ყველაზე ესეთი ეგზოტიკური, კულტურულად ესეთი კულტურული შოკი სად მიიღე, რა იყო ყველაზე საინტერესო დასამახსოვრებელი? ჩაშან ვიყავით ტოკიოში, ქართული კულტურის დღეები გამართეთ, ბასიანი და არა მარტო სახელმწიფო ანსამბლი, ამასთან ერთად ძალიან ბევრი სპორტსმენი და ძალიან ბევრი ჩვენი წარმომადგენელი გვახდა და პატარა საქართველოს მოუწყვეთ იქ და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ამე შევეხები კულტურიდან დაწყებული მათი ტრადიციებით, მათი არქიტექტურით, მათი გარემოთი და საერთოდ დამოკიდებულებით ელემენტარულად ტოკიოში ადამიანს რომ მიხვალ და შეეკითხები სადაც აქვს ან ფარმასი რაღაცა აფთიაქი ან მაღაზია ან სად არის რაღაც ეს დაწესებულება 180 წლის კაცი რო შეხვდეს გამოყვება 200 კილომეტრი ფეხით და გამოყვება იქამდე და გეტყვის აი აქ არის და აი აქ მობრძანდით და აი ეს დამოკიდებულება ეს ურთიერთობა ამაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემთვის ახლა სათავჯენების გვინახავს და ამაზე შენობების და ტექნიკურად კიდე რაღაცა ინოვაციები და სიახლეები რაღაც მაგრამ აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რა თქმა უნდა ადამიანების დამოკიდებულებას ხო გაიხარეთ. სტუდიის გარეთ გვესალმები ეს თელ რადიო იმედს გაუხარდა ჩვენი ერთობლივი სტუმრობა. ხო, რა თქმა უნდა ადამიანების არსებობა მადლობთ. აი ესე ჩანართები ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ მართლა როგორც გეუბნები თელ რადიო დახვდა როგორც მასპინძელი ჩვენს ძვირფას სტუმრებს. ხო, აი ადამიანები ქმნიან კულტურას საერთო ჯამში და ის რაც გვაოცებს შენობაში თუ როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის ადამიანების გაკეთებულია და ეს მოქმედებს. ჩემთვის ეს არის სხვათა შორის აი შთაბეჭდილებას ქვეყანაზე ახდენს მოსახლეობა და ადამიანები დიდწილად ანუ არა მარტო ლამაზი შენობა, არა მარტო ლამაზი რაღაცა თუნდაც ისტორიული შენობა, აი მათი კულტურა, მათი ადამიანების და ვიზუალი, აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ისე იმდენად თუ ეთანხმებით ერთმანეთს გემოვნებაში, რომ აი უბრალოდ თქვენს ნებაზე რო იყოს დაგეგმვა, არც სამსახურებრივი, თქვა არც ბავშვების ვალდებულება. აი ერთნაირ არჩევანს გააკეთებდით, მოდი საწავიდეთ. ახლოს იქნებოდა აუცილებლად. რა მიმართულების ხალხი უფრო ხართ, უფრო ზღვა, უფრო მთა, უფრო სიცხე, უფრო სიცილე. ზღვა და დასათვალიერებლად მაინც ევროპის ქვეყნები. ევროპის კონტინენტი მაინც უფრო ხო? ჩემთვის ესეა, იმიტომ რომ მე ჯერ აზია არ ვიცი, თუმცა. ხო, მაგრამ აზიაში რო ჩახვალ იცი რა ევროპა მაინც ანუ კი მაინც ევროპულად არის და აზია ნახავ შეისწავლი შეიგრძნობ მაგრამ ნუ აი შენ მაინც აი ზუსტად ეს ადამიანებთან ურთიერთობა ის რაღაცა იდეების გაცვლა მე სწავლობ საფრანგეთში აზიას სწავლობდი საფრანგეთში კონსერვატორიაში მაგისტრატურაში და ის 2 წელი ჩემთვის იყო რაღაცნაირად აი სხვა გამოცდილება, აი ეს ურთიერთობა აი ამ ხელოვან ადამიანებთან. შეიძლება ხელოვანი ადამიანები კიდე გამორჩევიან, ხო? თავის რაღაცა მithumetes საფრანგეთი, ეს სული, ეს რაღაცა ძალიან მოხდა. თან სწავლობდა მე დროს ატარებ, ეს უკვე ტურისტული ნახვა არ არის, უკვე შინაგანად. ერთმანეთისთვის რო აკეთებდეთ სიურპრიზებს, აი როგორც ამერიკა გაუკეთე ანუკას. აი ესე თვალდახუჭული რომელ რეისზე ჩასვავდი ანუკის და მე მასობაში ანუკი მოიფიქრა რომ გელასთვის შეარჩა. აი სად გააოცებდი? გაოცებით აი წეგან ანუკი მახსენა საფრანგეთი და აი სულ საუბრობთ ხომ მაგ თემაზე კონკრეტულად ასე კი არა რომელ რეისზე ჩავსვავდი, მაგრამ აი იყო რაღაც დეტალები რომ სად შეიძლება რომ წავიდეთ და სად უფრო
თვითონაც რაღაცნაირად თავი კომფორტულად ეს არის პარიზი რა. რატომ იცი მე ეხა 2 წელი ცხოვრობ და გელარი ნამყოფი ძალიან ბევრჯერ და ერთად არ ვარ ნამყოფი არასდროს. 17 კონცერტი მქონდა 17. და ერთად არ ვარ არასდროს. მეტროს გამოსვლა ყველა მესამეობა. გამოხვედი საათო და იგვიენდი კარგი. წამომიღე ის არის. ერთად არ ყოფილხარ არასდროს. ერთად პარიზში არ ყოფილი. ამიტომ გვაქვს აი სულ გეგმავთ ყავს ძალიან კარგი მეგობრები თან ფრანგები თან და სულ გველოდებიან რომ ერთდროულად ეხა მეც დაახლოებით 4 წლის წინაც აი ისე დაემთხვა რომ ერთად ვერასდროს ვერ მოვხდი. წავიდე ის მარტო მე წავიდე. მე ეხა ლევილში მქონდა ძალიან მაგარი პროექტი მქონდა კულტურის სამინისტროს. მე მქონდა რაღაც საქმე და ვერ წავყავ და აი ისე მოხდა რომ ვერ წავ. მასიანი ჩავედით არაერთხელ და ვიმღერეთ რამდენი გასტროლი მქონდა უკვე პარიზში ლევილში კონცერტს გამართავდით ნუ ეხა იქვია და პარიზში ხარ და ვერაფრით ვერ დავიდე. ვახ. ამიტომ ეგ გვაქვს გეგმაში. ის შეკითხვა რომ გავაგზავნოთ ანუკი სად წაიყვანდი და იცი რა მე მაინც ხო ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობ და იცი რა მოეწონება აი აქედან გამომდინარეც. იცი რა დასაფოში წამი. რა ცუდია თუ? არა ნუ ეხა ხუმრობ ეხა რაჭაში წამიყვანდა მაგრამ. ალბათ უფრო იტალია ესპანეთი. აჰა. იცი მისი ხასიათი ესეთი უფრო ცოცხალი, უფრო ენერგიული, მეტი გართობა, მეტი დროს იტალიასაც უყვართ იტალიაში დიდი კონტაქტები ხო იცი რომ ის პაპთან ვიყავით ვატიკანში. სისტემაში გამოვედით იქ რაღაც ვატიკანში და აი ეს იტალიური რომი და ეს ხა იცი ხა. იცის. და იცი. თუმცა ეგზოტიკური ქვეყნები სადაც არის სხვა და რაღაცა ისეთი დასვენება ხო მაგრამ ალბათ ხო იტალია ესპანეთი ხო. პორტუგალიაც ხო მისი ხასიათი უფრო მგონია რომ იქ არის აი რაღაცა სადაც გართობა სადაც კარგი ზღვის პროდუქტები სადაც არის ეკვაც არის პროდუქტები ყავს და მივადექით გენიალურ საკითხს რომელსაც ქვია კულინარია და მოგზაურობა რომელი ქვეყნის კულინარიაში იგრძენით თავი ლაღად ამერიკაში სტეიქში ვიგრძენით თავი ლაღად თუმცა ზღვის ესპანეთში და საბერძნეთში და ვიგრძენის ზღვის პროდუქტებში ლაღად თავი საოცარი ზღვის პროდუქტებია თან იტალიაში სპაგეტი იტალიაში ხო იტალიაში ერთ ადგილას ისეთი უმი მომიტანეს ანუ კი 100 უნდა იყო არა მეთქი ძალიან უმია აჰა იცი რა საერთოდ გემრიელი სამზარეულო ყველგან გვიყვარს რაღაცის გასინჯვა თავისთავად და ეგ ერთ-ერთი საინტერესო შემადგენელი ნაწილია შოპინგზე მე ხარჯავს სამზარეულოში მაგრამ ზღვის პროდუქტი ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეულად ფავორიტი ჩემთვის განსაკუთრებით გელას ხორცეული უყვარს ხო ორივე მიყვარს ხორცეული მიყვარს რა თქმა უნდა მაგრამ აქ ყველაფერს თავის ადგილი და დრო და სეზონით ეხა ზღვის პროდუქტი ის ფენომენია რომ ხა აი ზღვის პროდუქტების კუთხით იაპონიაში ვერ იგრძნენი თავი ლაღად იაპონიაში ძალიან მაგარი და ასე შემდეგ იაპონიის სუშების და აი სხვათა შორის აი ჩინური სამზარეულო აი რომ ვეუბნები რომ არაცხარენო სპაისი ანუ იმათვის არაცხარი არის ჩვენი რომ ცეცხლი გვიკიდე. გასამბობ ესე ცეცხლი რო გვიკიდე. იქ ბერცერთი მეგრელი და გულული ვერ გაწლებს. ვერ გაძლევს ხო? თან მე რაჭველი ვარ ჩვენ რაჭველი და ძალიან ცხარესაც არ ვიყავი მიჩვეული მაგრამ ბოლოს ისე ვიყავი რომ თუ დაგვპატიშეს რესტორანში და ეს არაცხარი რო იყო და რომ გამიბუჟდა. ყველაფერი აზრი არ ქონდა და ვაგზელებდი ჯამას და რამე. მაინც ვერ გავეცით კონკრეტული პასუხი მაგრამ ხო, აი სადაც ხორცის კულტია და ზღვის პროდუქტის ესპანეთი. მე ესპანეთი კი, ნამდვილად ბარსელონა, მადრიდი რაღაცა განსაკუთრებული კერძები გვაქვს დაგემოვნებული ნამდვილად. და სხვათა შორის ახლა გამახსენდა ერთხელ რეპორტაჟს ვაკეთებდი, კულინარები იყვნენ ჩამოსული ესპანეთიდან და უფრო მეტად ბასკეთის მხარიდან. პაის ბასკო ასე ქვია ესპანურად და ჩამაწერინეს ერთი ქალბატონი, რომელსაც თევზის დედოფალს ეძახიან, ანუ ისე ამზადებს თურმე თევზს გრილზე, რომ აი ეს ადამიანი ტიტულით არის თევზის დედოფალი და ამ დონეზე აქვს ესპანეთს თევზის მომზადება. გადავახო და ტიტრებში მოძებნი. მის ბასკეთში წასასვლელი მოხდა. და ზღვის პროდუქტები თუ გიყვართ გელაბატონო, გალისიაში არის კულტურა მთელი რვაფეხების დამზადების. ეს არის მათი მთავარი. აი როგორც მაგალითად ჩვენთან დასავლეთში ნიგვზიანი ბადრიჯანი ხო არის მეფე. აი ის არის გალისიაში რვაფეხები და შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.
თვალისწინოთ. მე მგონი დავალებოთ ამ სიმღერას თავი და კულინარიაში გადავიდეთ გალისიიდან დავიწყოთ. სიმღერის თავის დანებებას დღეს ნუ დაანებებთ. დღეს აქ მოტანილია გიტარა. სიმღერის უნდა გავაკეთოთ მოხერხებაში. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ სასიმღერო ნაწილზე დროა მე მგონი და რას შეგვისრულებთ, როგორ შევკრავთ ჩვენს ახლა მოგზაურობაზე, არა მგონი ახლა სიმღერა იყოს, მაგრამ თქვენი ტკბილხმოვანება ყოველთვის ძვირფასია. არა, ჩვენი მე ანუკის ვფიქრობ, რომ ბიზნეს კი კვერნაძის ბატონო, სიამოვნებით. ძალიან ჩვენთვის უსაყვარლესი და ქვეყნისთვის საოცარი გენიალური კომპოზიტორი და პიროვნულადაც რო ასენ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა და მივესალმები მის ბრწყინვალე ოჯახს ქალბატონოგიშას და ძალიან გვიყვარს. ო, ქალბატონოგიშა ჩვენი მეგობარი. გავიზარდე და მის თავზე ცხოვრობდა და რამდენჯერ სახლში ამიცილებია და რამდენჯერ გვისაუბრია და საღამოს ერთად დავართ და საოცარი ადამიანი როგორც პიროვნება და მინდა რომ მოვიფეროთ მის. აბა გისმენთ. ფოთლებით. ფოთლები რომ ჩურჩულებენ გამია თუ კარიქრის სიხარულზე უსიმერო დრაით კმის სიხარულზე გაზაფხულდა ხავილა ნუში იღიმება ლუშთავალებაი სიტბოისე შემომეჭრა გულში თითქოს გულის კარი დამრჩაღია ვარდობის თვეს როგორ გავწო მარათო ხვავილების ფიფქის ვიმაცინა ხვავილების სურანელება მათრობს სიხარული მინდა ჩქარათორე მია სამანი სურნეს დროგადანს გაზაფხულისანია სიჯაბუგე სიზემარივით სავა გალავი კანებაგავია ბრავო, აი მთელი სტუდია დასუკრავს. უღრმესი მადლობა. პირიქით. ძალიან დიდი მადლობა. ანრა ხანგები, ანრა ისტორიები, ანრა თავგადასავლები ერთმანეთზე და ანრა რაჭველები, ანრა გულწრფელობა და საერთოდ რა ოჯახი და რა ხალხი. დიდი მადლობა, რომ დაგვისმენთ დრო. მადლობა რადიო იმის და მადლობა თქვენ ჩვენი იმედი ხართ, ძალა ხართ და ჩვენ თქვენ გარეშე არ შეგვიძლია და ვერც ვიქნებ. გაიხარეთ, ბევრი მოგზაურობა თქვენ. ერთად ვიმოგზაურობ. ერთხელ წავიდეთ სადმე. წაგიყვანთ გალისიაში. კი ბატონო. ერთად მივირთვათ პულპო, როგორც ისინი ეძახიან თვითონ პულპო ჩავიწეროთ. ეს პულპო ჩაიწერე ანუკი. მადლობა დიდი. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე, ძვირფასი წყვილი, მუსიკოსები, მომღერლები და ჩვენი გადაცემა დღეისთვის ამ მარშრუტებით და ამ ისტორიებით შემოიფარგლა მომდევნო კიდეს. ვნახოთ შემდეგი სტუმარი რა შემოგთავაზებს. მადლობა, ნახვამდის. მადლობა.